გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მადლობა სტუმრობის BND Drive-ში. შეგიძლია მირთვა. ვისე ფეხბურთთან როგორ უყურებს ოფლიოს? ვისი გულშემატკივარი ხარ? ესპანეთის. აი ესპანეთის ყველაზე მე როგორც ბრაზილიის გულშემატკივარი, მშვიდად მერვე ფინალში ვარ და ბრაზილიის კოპას მივიწვევ. პირველ რიგში World Class ამბები მინდა მოვიკითხო, როგორ ხართ? 2026 სიახლეები დაიწყეთ იყო თუ არა სიახლეები? ან ინვესტიციის მიმართულებით გაფართოება და შემდეგ როგორ მიდის წელი? წელი ძალიან კარგად მიდის, დაიწყო კარგად, ზოგადად წინა წელიც კარგი იყო ჩვენი ინდუსტრიისთვის. ადრე რაღაც ბევრი პრობლემები იყო პანდემიიდან მოყოლებული, მოკლედ სანამ დალაგდა ყველაფერი და აი შარშანდელი წლიდან მოყოლებული, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, სიწყმარე გვაქვს და ჩვენი მხრიდან დავიწყეთ ესე ვთქვათ აქტიურად მუშაობა ქსელზე, გაფართოებაზე და ბევრი ესეთი კარგი გეგმები გვაქვს, ახლა მიმდინარე რამდენიმე პროექტია, რომელიც გეცდება ძალიან მაგარი და მალე გვექნება ძალიან კარგი სიახლეები. რამდენი პროექტი ახლა მიმდინარე? ახლა მიმდინარე რაც აქტიურ ფაზაშია, 2 პროექტი არის და კიდევ ერთი წამოეწევა. და წელს დასრულდება? ხო, ჩემი პროგნოზით ეს 2 პროექტი წელს დასრულდება და 2025-ში იყო ზრდა, ხო? კი. ანუ ეს ზრდა გრძელდება 26-ში? პირიქით ვიტყოდი, რომ უფრო ინტენსიურადაც, უფრო აქტიურადაც გრძელდება. ზოგადად ძალიან გაზრდილი არის ამ ინდუსტრიის როლი ჩვენს ცხოვრებაში, საქართველოში ვიტყოდი, ზოგადადაც არის, მაგრამ უკვე ყოველდღიურობა გახდა ადამიანებს, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მხოლოდ კარგთან არის დაკავშირებული ადამიანისთვის ეს არის და თითოეულ ჩვენგანისთვის ეს არის აუცილებელი რაღაც და კომპონენტი, ესე ვთქვათ, ჩვენი ყოველდღიურობის და საქართველოს წამოეწია ამ ცხოვრების ამ სტილს, ასე ვთქვათ და მოთხოვნები შეიცვალა, ხო? მოთხოვნები შეიცვალა, უკვე რაღაც არის ისეთი თვითონ მომხმარებელიც ძალიან მომთხოვნი გახდა, რაც მახარებს, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სულ ტონუსში უნდა იყოს. ტონუსში, როდესაც ვერცხლაში შემოვიდა საქართველოში, ამას ძალიან ესე ღიად ვამბობ ხოლმე, აი ეს თამასა გაიზარდა, ავწიეთ ასე ვთქვათ, თუნდაც მწვრთნელების პროფესიონალიზმის, დამოკიდებულების ამ სფეროს მიმართ ეს, რომ აი ზედაპირული არ არის, ეს არის ძალიან ესეთი, აი ძალიან სერიოზულად ვუდგებით ყველაფერს, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შემოდის ჩვენთან არის, ну, მწვრთნელი არის სერტიფიცირებული, გადამზადებული და ასე შემდეგ. ესეც მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ადრე მაგალითად არენდობოდნენ აი ადამიანები მწვრთნელს, ახლა აი ახსენეთ, აი ხა რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან მაგალითად World Class-ის სხვა ქვეყნების World Class-თან შედარებით ჩვენთან ბევრად მაღალი არის პერსონალურ მწვრთნელთა ვარჯიშის ჩართულობა, აი პროცენტულად რა, იმიტომ რომ ძალიან ენდობიან. იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ენდობიან, ხო, ადამიანს როცა არ ენდობი და გონია თვითონ აქ ნასწავლი YouTube-ით რაღაცა არ გადაიხდით ამათებით, ხო? და შენს ჯანმრთელობას, ხო, არ არის არ ჩააგდებ რისკის ქვეშ. ამიტომ ამ კუთხითაც მიხარია, რომ ძალიან წინსვლა გვაქვს. 3 გავრცელებული მითი მითხარი, რომელიც არ შეესაბამება რეალობას ფიტნეს დარბაზებზე ან ვარჯიშს. ну, პირველს მაინც პირველ ადგილზე იმედი მაქვს, რომ ნაკლებად არის ეს მითი, მაგრამ მაინც პირველს გავიხსენებ იმას, რომ მწვრთნელი არის კუნთმაგარი და გონდება ჩლუმი. ეს ძალიან წინს ხოლმე. ხო და აი აღარ არის ესეთი დამოკიდებული, თუმცა ну ვიღაცებში ალბათ არის. ეგ ნაწილობრივ დაინგრა. ან ნამდვილად დაინგრა, იმიტომ რომ ხო გეუბნებით როგორც თქვით მხოლოდ მწვრთნელი არ არის ადამიანი, არის მათი ოჯახის წევრი, მეგობარი, არ ვიცი, ფსიქოლოგი და ახლა თუ თვლი რომ ადამიანი ძალიან დიდი ბოდიში ამ სტყუთს გონება ჩლუნგეს უტრირებულად ხო არის ეს ფრაზა და ასე არ იქნება ხო პირიქით ანდობენ თავის ოჯახს რა ვიცი და ოჯახებით და ამის 2 საათზე ურეკავენ და ისე კი ინკალი ვჭამო ახლა ხო ასევე რომ აუცილებელია 24 საათი დარბაზში იყო რომ რაღაც შედეგს მიაღწიო, ესეც მნიშვნელოვანი, რომ მინახავს ადამიანებს, რომ აი თავს იკლავენ და აი რომ მინდა რომ უთხრა რომ არასწორად აკეთო მას და აი ყოფილა რომ მე აუყვანი ამ მწვრთნელი და მართლა ერთ თვეში
შედეგი დადებულა. ესეც ხო მნიშვნელოვანი რაღაცაა. კიდე ერთი მითი არის, რომ ვისაც ხინკალი უყვარს, ის ვერ იქნება fit, ну, ესეთი რა, გამომშრალი და ესეთი. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ მაგას მე აი მაგასაც აი პუტკუნა რომ მიახსნა რომ ის ბუბურღავ, რომ აი მოდი დაიწყე ვარჯიში და აი მე ვერ დავიწყებ ვარჯიში, იმიტომ რომ აი კვირაში ერთხელ რო ავჭამ ხინკალი არ შემიძლია მოკლედ. ეგ რომ მითია კარგია. ხო და მითია ხა რატომ? მე არანაირად არ მithქონს, ანუ მე ესეთი გამოხატული პრობლემა არ მქონია, რომ სიტყვაზე უნდა დავიკლო ან რაღაც, მაგრამ მაინც ეხა მაგალითად რო ვარჯიშობ და ამ ძალისხმევას ხარჯავ, ну გენანება შენი შრომა და ეხა ყოველ დღე ეს ძალიან მიყვარდა ჯანკ საჭმელი McDonald's-ი განსაკუთრებით ხინკალი მიყვარს ძალიან და ასე შემდეგ. საერთოდ გემრიელი ჭამა ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ხა ჩემ თავს ვატყობ, რომ მაგალითად კვირის განმავლობაში მენანება ეს ჩემი შრომა, რომ ყოველდღე მართლა ხინკალი ვჭამა და კვირის განმავლობაში ისევ ვჭამ რა, ანუ სუბუქად უფრო ცდილობ რომ ჯანსაღად ვჭამო და აი პარასკევს და შაბათს, პარასკევი შაბათი არის იმისთვის რომ დავარღვიო ეს ყველაფერი და მართლა გულსხმელად განვევით, აი უფრო გემრიელი. უფრო ბედნიერად. უფრო ბედნიერი ის ერთი დღე თუ რაც არის, როცა არ ღვევ ამ შენ განრიგს, ბევრად უფრო გემრიელი. და მოსულა იქ. ну მოსულა ხო ახლა რა ვიცი. ხო, თორე ისე არ შეიძლება.